მოგესალმებით. დღევანდელი ჟურნალისტური გამოძიება გიორგი მგელაძემ მოამზადა. ნეპოტიზმი საქართველოს ფოსტაში. ხელმძღვანელობას როგორც აცხადებენ ყველაზე კვალიფიციური ახლობლები აღმოაჩნდა. ადმინისტრაციის ხელფასების ზემოთ წავიდა, კომპანიის მოგება კი ქვემოთ. რატომ არის 100% სახელმწიფო წილის მქონე კომპანია გაუმჭვირვალე და დახურული? ნახეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებაში. მანანა ტოროშელიძე ხარაგაულში ცხოვრობს. 45 წელი საქართველოს ფოსტაში მუშაობდა. რიგითი თანამშრომლის სტატუსი დაიწყო და ხარაგაულის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლას საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობის ცვლილებაც მოჰყვა. ახალმა ადმინისტრაციამ თანამშრომელთა ნაწილი დაითხოვა, მათ შორის მანანა ტოროშელიძეც. ტოროშელიძემ სასამართლოს მიმართა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა. ყველა კუთხით საჩელი დაკმაყოფილდა, ამის შემდეგ ფოსტა გაასაჩივრა სააპელაციოში. იქაც ჩვეულებრივად დარჩა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში პირვანდელი, შემდგომ უზენაეში გამისაჩივრეს და უზენაესმაც ასევე დატოვა. 2015 წლის 9 მარტს სასამართლომ ტოროშელიძე სამსახურში აღადგინა. თუმცა მასთან ერთად გათავისუფლებული ათეულობით ადამიანი დღემდე სასამართლოს დასრულების მოლოდინშია. 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ზაფხულამდე პერიოდში პოსტიდან დაახლოებით 150 თანამშრომელი დაითხოვეს. 2012 წლის ნოემბერში ქართული ოცნების მიერ მთავრობის დაკომპლექტებას ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პოსტის მმართველის ცვლილება მოჰყვა. შეპესე საქართველოს ფოსტა, რომელიც 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა და საქართველოს მასშტაბით 80-ზე მეტი სერვის ცენტრი აქვს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის გადაწყვეტილებით ლევან ჩიკვაიძე ჩაუდგა სათავეში. ქუმსიშვილი ქართულ ჯგუფის ყოფილი თანამშრომელი იყო. ლევან ჩიკვაიძე კი ქართული ოცნების მხარდამჭერია. მოგესალმებით. ლევან ჩიკვაიძე 2012 წლის არჩევნების პერიოდში ორგანიზაცია ამომრჩეველთა ლიგას ხელმძღვანელობდა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება და პარალელური ხმის დათვლა აწარმოა. ამომრჩეველთა ლიგა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საზოგადოებას არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება ამცნო. ამომრჩეველთა ლიგა პარალელური დათვლის წინასწარ შედეგებს აცხადებს. წუხელგამოცხადებული ლევან ჩიკვაიძემ ფოსტაში მისვლისთანავე გამოსცა ბრძანება და თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მუდმივი ან მრავალწლიანი კონტრაქტებიდან ერთთვიან კონტრაქტებზე გადაიყვანა. ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კი თანამშრომელთა ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა. პოსტიდან გათავისუფლებულთა ნაწილმა კოლექტიური წერილით სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. მათ ჰქონდა თავის დროზე უვადო ხელშეკრულებები და მათი გადაყვანა ხელმძღვანელობის ინიციატივით მხოლოდ ერთთვიან ხელშეკრულებებზე უკვე წარმოვადგენდა დარღვევას. ჩავთვალეთ, რომ აქედან გამომდინარე მათი გათავისუფლება იყო უკანონო. გათავისუფლებულთა სასამართლო დავები დღემდე მიმდინარეობს. მათი ნაწილის ინტერესებს სასამართლოში კავშირგაბმულობის პროფკავშირების ხელმძღვანელი სულიკო მაშია იცავს. დღეისათვის მოგებულია უკვე 11 სარჩელი, ნაწილი პირველი ინსტანცია, სააპელაციო სასამართლოს უკვე რამდენიმე გადაწყვეტილება არის, რომლითაც ეს მუშაკები აღდგენილი არიან სამსახურში და საქართველოს ფოსტას ეკისრება სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი თანხების იძულებითი განაცდურის გადახდა. გამარჯვებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას და პოსტიდან განაცდურის მიღებას დღემდე ვერ ახერხებენ, რადგან პოსტა ყველა გადაწყვეტილებას ზემდგომ სასამართლოებში ასაჩივრებს, რაც დროს წელავს. დღემდე გასაჩივრებული საქმეების აბსოლუტურ უმრავლესობაში ზემდგომი სასამართლოები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომლითაც პოსტა გამტყუნდა, ძალაში ტოვებენ, თუმცა პოსტა სტრატეგიას არ ცვლის. ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ზარალი მუშაკებს იძულებითი განაცდურის სახით პოსტამ უნდა აუნაზღაუროს მათი განთავისუფლების დღიდან მათი სამუშაოზე აღდგენის დღემდე. დღეისათვის მოგებული სარჩელების საერთო თანხა შეადგენს 100,000 ლარზე მეტს და დანარჩენი სარჩელები, როგორც წეგან აღნიშნე, არის ერთგვაროვანი და ისიც ჩვენ ველოდებით თავისთავად
რომ მოვიგებთ იმ სარჩელებსაც და მე მაინც მწუხარებით ვიძახი რომ საქართველოს ფოსტას დაეკისრება 800,000 ლარზე მეტი თანხა, რაც მის მოგებას შეამცირებს. ციფრები, რომლებზეც იურისტი საუბრობს, ჯერ საბოლოო არ არის. ჩვენს ხელდარსებული ინფორმაციით უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, მხოლოდ მანანა ტოროშელიძე მოიგო დავა. დანარჩენი საქმეების უმრავლესობა სააპელაციო სასამართლოშია. თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ჩვენ საქართველოს პოსტის ხელმძღვანელს ლევან ჩიკვაიძეს ვკითხეთ. ეს მუდმივი პროცესია, დღესაც ხდება. ახალი პროდუქტები ინერგება, შესაბამისად ამ პროდუქტის ადეკვატური გამოცდილება და კვალიფიკაციის საჭიროება თუ არ ქონდა თანამშრომელს, რა თქმა უნდა, ის ჩვენთან ვერ იმუშავებს. ყველამ შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ვიმეორებ, რომ კანონიერ ძალაში შესული არის მხოლოდ ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის, სადაც ფოსტას რამდენიმე 1000 ლარი დაეკისრა უკვე კონკრეტული ადამიანის მიმართ გადასახდელი. შეიძლება ეს კომპანიისთვის არასასურველი იყოს გადაწყვეტილება, თუმცა კომპანია სოციალურად არის ორიენტირებული, ვერაფერს ცუც ვერ ვხედავ იმაში თუ რომელიმე თანამშრომელმა სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპენსაცია მიიღო კომპანიისგან. თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ყველა ის დავა, რომელზეც დამდგარია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დასრულდება ისე, როგორც დასრულდა ხარაგაულის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის დავა უზენაეს სასამართლოში, მხოლოდ 11 სარჩელთან მიმართებაში ფოსტას უდგება გადასახდელად დაახლოებით 100,000 ლარი. ვერ დაგიდასტურებთ ციფრებს, არ მაქვს ასეთი კალკულაცია, არ მქონია ინტერესი ამ კალკულაციის გაკეთების, ვიმეორებ, რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილებაა და რასაც გადაწყვიტავს სასამართლო, იმას ის სავალდებულო იქნება კომპანიისთვის შესასრულებლად. ლევან ჩიკვაიძე შპს საქართველოს პოსტის აღმასრულებელი დირექტორია. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ის ასევე ხელმძღვანელობს შპს-ებს, ლატარიის კომპანიას და ექსპრესს. ლატარიის კომპანიის და ექსპრესის 70%-იანი წილი სახელმწიფოსია. დანარჩენი 30% კი ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის. ლატარიის კომპანიას ქვეყანაში მომგებიანი ლატარიების მოწყობის ექსკლუზიური უფლება აქვს. ექსპრესი კი თბილისში სავაჭრო ჯიხურების უმსხვილეს ქსელს ფლობს. პოსტიდან გათავისუფლებული ადამიანები ამბობენ, რომ გამოთავისუფლებულ ადგილებზე პოსტის ხელმძღვანელობა საკუთარ ახლობლებსა და ნათესავებს ნიშნავს. ლევან ჩიკვაიძემ ინტერვიუს დასაწყისში ეს ინფორმაცია უარყო. ნათესაური ნიშნით დასაქმება ამ კომპანიაში არ ხდება. ჩვენს ხელდარსებული ინფორმაციით საქართველოს პოსტაში, ლატარიის კომპანიასა და ექსპრესში ლევან ჩიკვაიძის მოსვლის შემდეგ ხელმძღვანელების ახლობლები, მეგობრები და ნათესავები მართლაც დასაქმდნენ. როგორც ზემოთ ვთქვით, ლევან ჩიკვაიძე 2012 წლის არჩევნების დროს არასამთავრობო ორგანიზაცია ამომრჩეველთა ლიგას ხელმძღვანელობდა. პოსტის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ ამომრჩეველთა ლიგის მმართველი 10 დელეგატიდან ჩიკვაიძემ 9 დელეგატი დაასაქმა მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო კომპანიებში, პოსტაში, ლატარიის კომპანიასა და ექსპრესში. ამ 10 დელეგატიდან 9 მუშაობს საქართველოს პოსტაში. ყველა ეს ადამიანი დღეს დასაქმებულია საქართველოს პოსტაში. მათი კვალიფიკაცია აბსოლუტურად შეესაბამება მათ დაკავებულ პოზიციებს. როგორ აღმოჩნდა, რომ პოსტაში თქვენი მოსვლის შემდეგ 10-დან 9-ს აღმოაჩნდა ის უნარჩვევები, რაც პოსტას განვითარებისთვის ჭირდებოდა? ჩემს გარშემო ყოველთვის მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები იყვნენ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. გაიარეს თუ არა ამ ადამიანებმა კონკურსი და მოხდა თუ არა მათი შერჩევა კონკურსის წესით? ყველამ გაიარა. შეგიძლიათ თუ არა თუნდაც ინტერვიუს დასრულების შემდეგ ამ ადამიანების მიერ კონკურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა? საფოსტოს სეგმენტში, სერვის ცენტრების ქსელში ყველგან ჩატარდა ტესტირება. ყველა ადამიანმა, ყველა დღევანდელს დასაქმებულს აქვს გავლილი. ახლა ამ ადამიანებიდან ზოგიერთი სხვა სეგმენტში მუშაობს, სადაც არ არის იმის საჭიროება, რომ გაიარა ტესტირება. ჩვენ ჩიკვაიძეს წერილობით ვთხოვეთ მოეწოდებინა ამ ადამიანების მიერ სამსახურის დაწყებისას კონკურსის ან სამართლიანი შერჩევის სხვა წესის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ჩიკვაიძემ წერილზე არ გვიპასუხა. ნიშანდობლივია ის, რომ ამომრჩეველთა ლიგის წევრთა ნაწილი, რომლებიც ჩიკვაიძემ პოსტაში დაასაქმა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ. ამას ადასტურებს მათ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები, სადაც ქართული ოცნების მაისურით ოცნების აქციაზე არიან გადაღებულნი.
ამასთან ერთად ნანახი მაქვს ძალიან ამომრჩეველთა ლიგის პრეზენტაციას 2012 წელს ლევან გაჩეჩილაძეც შეუერთდა. შანსი მოგვეცა იმისა, რომ ჩვენ ცხოვრებაში მივახციოთ იმას, რასაც ნატრობდით. მოგვიანებით გაჩეჩილაძის შვილი და რამდენიმე თანაგუნდელი ლევან ჩიკვაიძემ დაასახმა მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო კომპანიებში. თუმცა ეს ინფორმაცია ჩიკვაიძემ ინტერვიუში თავდაპირველად უარყო. ლევან გაჩეჩილაძესთან დაახლოებულ პირებს ნიშნავდა აწინაურებთ თუ არა ფოსტაში? არ არის სწორი. ფოსტაში ლევან ჩიკვაიძემ დაასახმა ბიძინა გეგიძე, ლევან გაჩეჩილაძის მეგობარი და წარსულში პოლიტიკური პარტნიორი. ოპტიმიზმით, თავისუფლება. გეგიძე 2012 წლის არჩევნების წინ ამომრჩეველთა ლიგის საერთო კრებაშიც მონაწილეობდა. პოსტაში კომერციულ დირექტორად დაინიშნა გაჩეჩილაძის კომპანიის დირექტორი და რადიო უცნობის ყოფილი კომერციული დირექტორი ვიქტორ წილოსანი. პოსტის მთავარი ბუღალტერია რადიო უცნობის ყოფილი ბუღალტერი ჟანა ბალასანიანი. ჩიკვაიძემ სახელმწიფო კომპანია ექსპრესში დაასახმა თავად ლევან გაჩეჩილაძის შვილი. ვიქტორ წილოსანი არ მუშაობს საქართველოს პოსტაში. ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა სულ ცოტა, უფრო მეტიც. მუშაობდა, დღეს არ მუშაობს საქართველოს პოსტაში, ბიძინა გეგიძე მუშაობს საქართველოს პოსტაში. როგორ მოხდა ბიძინა გეგიძის შერჩევა? მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე მოხდა მისი შერჩევა საქართველოს პოსტაში და დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებს ამ კომპანიისთვის. თქვენდამი დაქვემდებარებულ უწყებაში ორ ფირმებში მუშაობს თუ არა ლევან გაჩეჩილაძის შვილი? კი მუშაობს. რა პოზიციაზე? მარკეტინგის სამსახური. ისი შერჩევაც რაიმე კონკურსით მოხდა? კვალიფიკაციით, ბატონო, მე გაგეცით პასუხი. ჩვენ თანამშრომლების შერჩევას ვახორციელებთ მხოლოდ კვალიფიკაციის მიხედვით. მართალია ჩვენთან ინტერვიუს დასაწყისში ჩიკვაიძემ ნათესავების დასაქმებაც უარყო, თუმცა კონკრეტული ფაქტების დასახელების შემდეგ ესეც დაადასტურა. მოხდა თუ არა თქვენი მოადგილეების რომელიმე ნათესავის პოსტაში დასაქმება? ან ლატარის კომპანიაში, ან ექსპრესში? ნათესაური ნიშნით დასაქმება ამ კომპანიაში არ ხდება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით თქვენი მოადგილის გრიგოლ მატუაშვილის სიმამრი ანზორ სანაძე მუშაობს პოსტაში. არ ხდება კომპანიაში ნათესაური ნიშნით დასაქმება 2800 ადამიანში ნათესაური კავშირი შეიძლება ბევრი არსებობდეს. კონკრეტულს გისახელებთ ანზორ სანაძეს? ანზორ სანაძე მუშაობს საქართველოს პოსტაში. როდიდან? 2000 არ მახსოვს, ვერ გიპასუხებ. თქვენი მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ? კი, ასეა. სიმამრის პოსტაში დასაქმების შესახებ პოსტის გენერალური დირექტორის მოადგილეს გრიგოლ მატუაშვილსაც ვკითხეთ. ხო არ ფიქრობთ რომ რაიმე ინტერესთა კონფლიქტი ან რაც შეუსაბამობაა ამაში? რანაირი ფუნქცია არ არის მიგაში. ადამიანი თავის სახის პროფესიონალი მუშაობს სამეურნეო სამსახურში. რაიმე კონკურსი გაიარა? კონკურსი ყველამ გაიარა, გასაუბრება ყველამ გაიარა ჩვენს სამსახურში, ეს იყო შერჩეული. კიდევ ერთ თქვენმა სიმამრმა გაიარა კონკურსი? კი, გაიარა, შეხვდა ბატონ ლევანსაც, გაიარა მოსტაცია ყველას. საქართველოს პოსტისთვის მართვაში გადაცემულ სახელმწიფო კომპანია ექსპრესში დაასახმა ლევან ჩიკვაიძემ საკუთარი ბიძაშვილი. ლუკა ჩიკვაიძე თუ მუშაობს თქვენდამი დაქვემდებარებულ ლუკა ჩიკვაიძე არ მუშაობს საქართველოს პოსტაში. არა, თქვენდამი დაქვემდებარებულ თქვენდამი დაქვემდებარებულ კომპანიაში მუშაობს, კი ბატონო. ეს არის ექსპრესი. დიახ. არ გაქვთ თუ არა მასთან ნათესაური კავშირი? ბიძაშვილია ჩემი. როგორ მოხდა მისი დასაქმება? გიმეორებთ მისი კვალიფიკაციის მიხედვით. რა პოზიცია უჭირავს? ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი. ამ შემთხვევაშიც ნათესაურ გავლენას არ ქონია. კიდევ ვიმეორებ, რომ ურევთ ერთმანეთში საჯარო და კერძო სამართალს. ნეპოტიზმი არ მეხსენებია, უბრალოდ ნათესაური კავშირი გითხეთ, ხო არის? და მე დაგიდასტურეთ, რომ ნათესავია ჩემი. ანუ თქვენ როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ნათესავის დასაქმება პოსტაში პრობლემად არ მიგაჩნია? არანაირად პრობლემა არ მიმაჩნია. მესმის ბატონ ჩიკვაიძის პოზიციის, მაგრამ ეს არ არის კომპანია, რომელიც მან ნოლიდან ააწყო და მისმა ოჯახმა დაუტოვა, ხო? რომელთაც როგორც უნდა ისე განკარგავს. ეს არის სახელმწიფო კუთვნილება და ვთქვათ, მონოპოლიური უფლებებიც ქონდა თავის დროზე. ამიტომ დასაქმებაში პრობლემას ხედავთ? რა თქმა უნდა ხედავ. მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო ეკონომიკის სამინისტროს და ასე ვთქვათ, ზემდგომი ორგანოების პასუხისგებლობა
იკვეთება სუსტი მონიტორინგი და სუსტი ჩართულობის მექანიზმები, რომელიც მათ აქვთ ამ შემთხვევაში. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ჩიკვაიძემ საქართველოს ფოსტაში დაასახმა ქართული ოცნების დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის ძმა გიორგი პაპუაშვილი. სახელმწიფო კომპანია ექსპრესში მუშაობს ამომრჩეველთა ლიგის ეხლამდელი ხელმძღვანელი ვატო შაქარიშვილი. ვატო შაქარიშვილი იყო ამომრჩეველთა ლიგის ახალგაზრდული ნაწილის ხელმძღვანელი და დღეს მუშაობს შპს ექსპრესში. ამას ფოსტასთან არაფერი კავშირი არ აქვს. ფოსტა თქვენ მართავთ მას? და რა მნიშვნელობა? კიდევ მართავ მე, სხვაგანაც მაქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მაქვს, იქაც მაქვს გარკვეული საქმიანობა და იქაც არიან ჩემი მეგობრები, ჩემ მეგობრებად მოვიაზრებ იმათაც. მათგანაც ზოგიერთი ყოფილა ჩემ წასულ ცხოვრებასთან დაკავშირებული. რაკია სახელმწიფო მონაწილე? თქვენ მართვაში გაქვთ იმ კომპანიების წილი. თორემ მათ 70% ფლობელი არის სახელმწიფო. რაკი სახელმწიფო კომპანიებზე საუბარი ამ არ გეკითხებით მე თქვენს რაიმე კერძო ბიზნესზე თუ გაქვთ მართლაც არ მაინტერესებს. 30% კიდე კერძო 70 სადაც ახსენებთ იქ 30-იც არსებობს. 70-დან გამომდინარე ვართ აქ. კი ბატონო. გავაგზავნოთ, საათ ვარ გიპასუხოთ. ინტერვიუს შემდეგ წერილობითი თხოვნის მიუხედავად პოსტის ხელმძღვანელმა ზემოთ ჩამოთვლილი პირების კვალიფიციურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მოგვაწოდა. ლევან ჩიკვაიძემ ინტერვიუში გვითხრა, რომ ახლობლების ასეთი დოზით დასაქმება მის ირგვლივ მყოფი ადამიანების მაღალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული. საინტერესოა აისახა თუ არა ჩიკვაიძის გუნდის კვალიფიციურობა პოსტის ფინანსურ მაჩვენებლებზე. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით 2012 წლის შემდეგ პოსტის მოგება ყოველწლიურად მცირდება და 2014 წელს ნული შეადგინა. პოსტის ფინანსური ანგარიში მიუწვდომელია ოფიციალურ ვებგვერდზე. არაერთი წერილი მიუწერეთ სახელმწიფო ქონების განკარგველს, ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს პოსტას. წერილებზე გვიპასუხეს, რომ სახელმწიფოს 100%-იან მფლობელობაში არსებული პოსტა კომერციული სტრუქტურაა და ინფორმაციის გასაჯაროება საჭიროდ ართვლიან. ლევან ჩიკვაიძემ პოსტის წლიური მოგების ზრდის ან შემცირების დამადასტურებელი ინფორმაცია არც ინტერვიუს დროს წარმოგვიდგინა. მოგება შემცირდა თუ არა კომპანიის 2013 წელს 2012 წელთან შედარებით? ეს არის საჯარო ინფორმაცია და შეგიძლიათ აიღოთ იქიდან. ვისარგებლებ შემთხვევით ინტერვიუს დროს რომ მითხრათ, შემცირდა, გაიზარდა თუ რა მოხდა? ყოველწლიური ბრუნვა იზრდება. შესაბამისად იზრდება მოგებაც. არასწორ ციფრებს მოახვედრებთ ფილმში. თქვენ გითხარით სწორი ციფრები და თქვენი ვარიანტიც მოხდება ფილმში და ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაციაში. ყოველწლიურად კომპანიის შემოსავალი იზრდება. ყოველწლიურად 12-თან შედარებით 13-ში მეტია, 13-თან შედარებით 2014-ში კიდევ უფრო მეტია. კიდევ უფრო მეც ველოდებით 2015-ში. გაეცანით აუდიტის დასკვნას. მომაწვდით აუდიტის დასკვნას. კი ბატონო. თუნდაც ინტერვიუს დასრულების შემდეგ. ინტერვიუს დასრულების შემდეგ დრო დაგჭირდება რომ მოგაწოდოთ. რა დრო არ არის პრობლემა? მოგაწოდით ბატონო. ინტერვიუს შემდეგ ჩვენ ლევან ჩიკვაიძეს წერილი გაუგზავნეთ და დაპირება შევახსენეთ, თუმცა აუდიტის დასკვნა არ მოგვაწოდა. დაპირებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩიკვაიძემ პრესკონფერენცია გამართა. ჩვენ პრესკონფერენციაზე მივედით და ჩიკვაიძეს დაპირებული აუდიტის დასკვნა მოვთხოვეთ. თქვენ ინტერვიუს დროს 25 მარტს დამპირდით რომ მომაწვდით ფინანსური აუდიტის დასკვნას. ინტერვიუს შემდეგ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, რაც გამოქვეყნებული. ყველა ოფიციალური ინფორმაცია კომპანიის მიერ არის გამოქვეყნებული. აუდიტის დასკვნა არ არის გამოქვეყნებული. აუდიტის ინფორმაციაც საჯაროა და შეგიძლიათ მიიღოთ ეს ინფორმაცია ისევე როგორც იღებთ სხვა დანარჩენ. რომ მიგვიწითოთ სად მივიღოთ, იმიტომ რომ ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს მოვთხოვეთ. თქვენც მოგთხოვეთ და ვერ მივიღეთ. ჟურნალისტები ბრძანდებით, კეთილი ინებეთ და მიაგენით გზებს, საიდან აიღოთ საჯარო ინფორმაცია. კომპანია გასცემს ყველა საჯარო ინფორმაციას. არც ეკონომიკის სამინისტრო მოგვეწოდა, არც პოსტამ და სხვაგანაც შეიძლება ვიპოვოთ. ვერ გაგცემთ, იცით თქვენ საჯარო ინფორმაცია სად უნდა მოიპოვოთ. არა, უბრალოდ თქვენ ხომ დაგვირდით რომ მოგვაწოდით. არაფერს არ დაკვირდებით. ინტერვიუში ჩაწერილია და დაგვირდით ნამდვილად. თავაზობთ პოსტის ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზს. ეს დოკუმენტაცია პოსტის მიერ საგადასახადო სამსახურშია წარდგენილი და ჩვენ კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა. დეკლარაციების მიხედვით საქართველოს პოსტის ფინანსური მონაცემები ასე გამოიყურება. 2012 წელს წინა მმართველობის დროს პოსტის წლიური შემოსავალი 61 მილიონი ლარი იყო. მოგება კი 7 მილიონ ლარზე მეტი. 2013 წელს ლევან ჩიკვაიძის მმართველობაში მოსვლის შემდეგ
წლიური ბრუნვა 14 მილიონი ლარით შემცირდა და 47 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე რამდენიმე მილიონი ლარით შემცირდა მოგებაც და 9 მილიონი ლარი შეადგინა. 2014 წელს ფოსტის ბრუნვა გაიზარდა და 54 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა მოგება შემცირდა ნულამდე. 2014 წელს ფოსტას მოგება არ ჰქონია. ამ ინფორმაციის გადამოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ფოსტამ არ მოგვაწოდა. ოფიციალურად საჯარო მხოლოდ ფოსტის დირექტორის ქონებრივი დეკლარაციაა. საიდანაც ვგებულობთ, რომ სახელმწიფო კომპანიების მართვისთვის ჩიკვაიძის წლიური ანაზღაურება 151,000 ლარი იყო, რაც თვეში დაახლოებით 12,000 ლარს შეადგენს. საკუთარი ანაზღაურების შესახებ ლევან ჩიკვაიძის პირველ მოადგილესაც ვკითხეთ. ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 10,000 ლარამდეა თქვენი თვიური ანაზღაურება. ხუილია. არადასტურებთ. ბონუსებით, პრემიებით მთლიან 10,000 ლარზე ნაკლებია. 9,777 ლარი. როგორ გეტყვით ციფრს რამდენია ვინ? 7,800 ლარი. 7,800 ლარი. მატუაშვილის მიერ დასახელებული 7,800 ლარი მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანხაა. რეალურად ფოსტა მატუაშვილის ანაზღაურებისთვის ყოველთვე ამ თანხას პლუს საშემოსავლო გადასახადი 20% ხარჯავს, რაც 9,755 ლარი გამოდის. ფოსტას მისი საქმიანობა თვეში თითქმის 10,000 ლარი უჯდება. როცა თქვენს მოადგილეს აქვს პრეზიდენტზე, პრემიერზე მაღალი ხელფასი, მაქვს უფლება ალბათ რომ დავსვაკითხვა რატომ? არ არის სწორი შედარება, ეს არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, ეს არის ბიზნესი და ეს არის სახელმწიფო. ჩემი ინფორმაციით, ყველა თქვენს მოადგილეს აქვს გაცილებით მეტი ხელფასი, ვიდრე ქონდა თქვენი წინამორბედის მოადგილეებს. მაგალითად, 2-ჯერ მეტი ზოგ შემთხვევაში, ამას ადასტურებთ თუ არა? არა, არ ვადასტურებ. დოკუმენტაციის მიხედვით საქართველოს ფოსტაში ახალი მმართველობის მოსვლას მთლიანი სახელფასო ფონდის მკვეთრი ზრდა მოყვა. 2012 წელს ფოსტის წლიური სახელფასო ფონდი 14 მილიონი ლარი იყო. 2013 წელს 19 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2014 წელს კი კიდევ გაიზარდა და 21 მილიონი ლარი შეადგინა. ჩიკვაიძემ ინტერვიუში გითხრა, რომ სახელფასო ფონდის ზრდა ფოსტაში დაბალანაზღაურებადი სეგმენტისთვის ხელფასის 2/3-ით გაზრდამ გამოიწვია. თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. ჩვენ წინა და ახლანდელი მენეჯმენტის დროს თანამშრომელთა ხელფასების მოცულობები შევადარეთ. აღმოჩნდა, რომ თანამშრომელთა ნაწილს ანაზღაურება არ გაზრდია. ნაწილს გაეზარდა, თუმცა არა 2/3-ით. კურიერებმა სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნით ფოსტის სააქტო დარბაზში 7 აპრილს საპროტესტო შეკრებაც მოაწყვეს. ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზარდა მმართველ მენეჯმენტს. ახალი მმართველების ხელფასები მასშტაბურია და წინამორბედებისა ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ასეული პროცენტით აღემატება. 2015 წლის იანვარში ლევან ჩიკვაიძის მოადგილის გრიგოლ მატუაშვილის დარიცხულმა ანაზღაურებამ 9,777 ლარი შეადგინა. მაშინდელი კომერციული დირექტორის ვიქტორ წილოსანისამ კი 8,761 ლარი. ბიძინა გეგიძის დარიცხული ანაზღაურება 6,277 ლარი იყო. ირაკლი წულაიას 6,277, მთავარი ბუღალტრი ჟანა ბალასანიანის 5,652 ლარი. შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ რიჟამაძის დარიცხული ანაზღაურება კი 5,027 ლარი. ფოსტის წინა და ახლანდელი მმართველების მუშაობის ნაწილობრივ შეფასების საშუალებას იძლევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი. სადაც იმ ტენდერების მოძიებაა შესაძლებელი, რომლებშიც ფოსტა როგორც მიმწოდებელი მონაწილეობდა. ძველი მენეჯმენტის პირობებში 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე ფოსტამ სულ 104 ტენდერში მიიღო როგორც მიმწოდებელმა მონაწილეობა. აქედან 94 ტენდერი შედგა, საიდანაც 76 ტენდერი, ანუ 80%-ზე მეტი საქართველოს ფოსტამ მოიგო. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, ახალი მენეჯმენტის პირობებში 2 წელიწადში სულ 4 სახელმწიფო ტენდერში მიიღო ფოსტამ მონაწილეობა. აქედან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა, ანუ 25% მოიგო. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ფოსტამ წინა მენეჯმენტის დროს 2 წელში სახელმწიფოსგან 1,400,000 ლარი შეკვეთა მიიღო. ჩიკვაიძის მმართველობის დროს კი 2 წელში მხოლოდ 40,000-ის, რაც წინა პერიოდის თანხის მოცულობის მხოლოდ 3%-ია.
ვებგვერდის მიხედვით სახელმწიფო ტენდერებისგან მიღებული შემოსავალი ფოსტას ბოლო 2 წელში 97%-ით შეუმცირდა. ჩიკვაიძე ამ მონაცემებს არ ეთანხმება. არ გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია რა არასწორი შემიძლია წარმოგიდგინოთ. თქვენს თვალწინ ზუსტად 3 წუთი დაგჭირდება. შევალ სპეციალურ ვებგვერდზე სახელმწიფო შესყიდვების ჩავწერთ მიმწოდებელი საქართველოს ფოსტას. ტენდერი, რომელიც კომპანია ჩათვლის, რომ მისთვის მომგებიანია შესასრულებლად, იმ ტენდერში იღებს მონაწილეობას. ბოლო პერიოდში ფოსტის მიერ წაგებულ ტენდერებში ყველაზე მასშტაბური საერთო სასამართლოების 750.000 ლარიანი ტენდერია, რომელშიც ფოსტამ ახალი სერვისით ავია მიიღო მონაწილეობა. ავია სწრაფი გზავნილი საქართველოდან და მალეო. სატენდერო კომისიის ხდომის ოქმის მიხედვით ფოსტამ 100 გზავნილიდან მხოლოდ 19 ჩააბარა ადრესატს დათქმულ ვადაში, რაც ფოსტის დამარცხების მიზეზი გახდა. ჩიკვაიძე დამარცხებას ადასტურებს, თუმცა არ ეთანხმება. 90% იყო დროულად მიტანილი და რომ არ დავეთანხმეთ ამ კომისიის მიერ შედგენილობს ეს პროცესი მიმდინარეობს დღეს სასამართლო განხილვაში. ფოსტის ფინანსური ანგარიში ვერ მოიპოვა ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა. თუ საჯარო დაწესებულებას ამ შემთხვევაში ქონების მართვის სააგენტოს ან ეკონომიკის სამინისტროს აქვს ნებისმიერი ანგარიში, ფინანსური, ნარატიული ნებისმიერი ანგარიში ამ შეპესედან მიღებული, ეს უნდა იყოს საჯარო და ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საქართველოს ფოსტა 100%-ით სახელმწიფოს კუთვნილებაა. თითქმის 55 მილიონიანი წლიური ბრუნვა აქვს. თუმცა ბოლო წელია სახელმწიფო მისგან დივიდენდს ვერ ღებულობს. სახალხო დამცველი კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები გამოაქვს. ამ ფონზე კი სახელმწიფო ქონებაზე დაფუძნებული კომპანიის მენეჯმენტი მაღალ ხელფასებს ინარჩუნებს და ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ორგანიზაციად რჩება.